ჩვენი სტუმარი ხდება ვანო წერეთელი კოალიციის ცვლილებებისთვის წევრი მოგესალმებით ვანო. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი კოალიციის ასევე ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია ეს განცხადება გაავრცელა ამ ყადაღებულ თარიღთან დაკავშირებით. ხა ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო ჩვენი ლევან ხაბეშვილის გუნდის წევრი ჩვენი სტუმარი და ხო იქ პარტიის თავმჯდომარეც კი ფაქტო არ ეთახმება ამას გამოდის ხო თარიღის გამოცხადებას. ელენე ხოშტარიაც ამბობს რომ ყველა ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუცია არის უბრალოდ კომიკური მატყუარა სასარგებლო იდიოტი ან კოციან სუსიო. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? იმიტომ რომ ხა ეს მარტო ხაბეშვილის ინიციატივა არ არის ხო? იქ პატა ბურჭულაძეს თავისი ორგანიზაცია აქვს და ზოგადად მისი დაწყებული ეს რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობის რომ აი 4 ოქტომბერს უნდა იყოს დიდი შეკრება და თავარი გადამწყვეტი ასე რადგან არჩევნებია ბრძოლა და დღე და თქვენი ეს განცხადება იგივე ელენე ხოშტარიას პატა ბურჭულაძესაც მიემართება თუ როგორ არის? იცით რა შეიძლება ნებისმიერ დღეს ნებისმიერ დროს დაიგეგმოს დიდი აქცია. ისე როგორც მაგალითად აი ახლა 2 აგვისტოს ბათუმში დიდი აქცია დაგეგმილი, რომელიც გულისხმობს არაღიარებისა და აი ამ ართანამშრომლობის თანმიმდევრულ ბრძოლაში ერთ-ერთ მომენტს. მაგრამ არ შეიძლება შენ რომელიღაც კონკრეტულ თარიღს ზედმეტი მნიშვნელობა მიანიჭო. როგორ 4 ოქტომბერს ვამთავრებთ ქართულ ოცნებას რას ნიშნავს? ეს არის არასწორი განცხადება რა. ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს რომ იყოს ხალხისთვის რომ იყოს რაღაც ორიენტირი რო. იცით ნახეთ დადასტურებულად ამის კი არ ხდება არამედ რაღაცის დიდისთვის მემზადებით. ხო, თუ ეს დადასტურებულად ამის თქმაც არ შეიძლება, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის დროს თითქოს იყენებდნენ ასეთ მეთოდებს, ამბობდნენ ხალხის გამოყვანის ქუჩაში გამოყვანის მიზნით, რომ გამობრძანდით ქუჩაში, რა ამადამ დღეს იქნება რევოლუცია. ნახე, შუა საუკუნეები ხო არ არის რომ ასე რაღაც უთხრა ადამიანებს რომ გამოდი ქუჩაში რევოლუციას ვაწყობთ. ეს არის აბსურდი. რევოლუცია არის ზუსტად ის და ეს ასეთი რაღაცები ზუსტად მასში ხდება, როცა სრულიად მოულოდნელია, ხო? ნუ ჩვენს ისტორიასაც ახსოვს ეს და ვერანაირად ვერ დაიგეგმება რაღაცები. რაც შეიძლება რომ დაიგეგმოს ეს არის თანმიმდევრულობა აი ამ ართანამშრომლობასა და არაღიარებისთვის ბრძოლაში, ხო? ყოველი დღე ამისთვის უნდა იყოს, ანუ ილია ჭავჭავაძის სიტყვებით რო ვილაპარაკოთ, ყოველი მომდევნო დღე იმაზე უფრო უკეთესი უნდა იყოს ვიდრე წინა დღე. ყოველ დღე უნდა ვკითხოთ ჩვენ თავს, რა გავაკეთეთ აი ამ ართანამშრომლობისა და არაღიარებისთვის, იმისთვის რომ დასუსტეს ბიზინა ივანიშვილის აი ეს რუსული რეჟიმი. ამიტომ მე მგონია რომ ეს 4 ოქტომბერი შევიკრიბოთ. რა პრობლემაა? მართლა შევიკრიბო 4 ოქტომბერსაც მის მერეც მანამდეც თუ ვინმე მეს მართლა არ მახსოვს გონი ზუსტადაც ელენას ეწერა რომ თუ ვინმეს ესეთი ჯადოსნური ჯოხი აქვს რომ შეუძლია რაღაცა ერთი ხელის მოსმით ასე თქვას რომ მოდი შევიკრიბოთ ამ დღეს და გადავაგდოთ ხელისუფლება ბარემ ამ დასვენების წინ შევიკრიბოთ და აგვისტოში დავისვენოთ ისე ხო მე მგონია რომ ეს ცოტა პოპულიზმის ელემენტებს შეიცავს უბრალოდ რაღაც რადგან ხალხს გაუჩნდა უიმედობა რომ არაფერი არ ხდება მოდი იქნება ეს რაღაცა ამ კონკრეტული თარიღით უფრო იმას იცი არ მგონია რომ ეს ასეა ვინ დაადგინა რომ ხალხს უიმედობა გაუჩნდა არ ვიცი ხა თუ რამე კვლევა იცით მე შემიძლია რომ არა რომ აქციებს ეთყობა რომ ხო ისეთი აქციებს ეთყობა რა არ ვიცი ბოლო აქცია საკმაოდ წარმატებული იყო უკანასკნელი და ჩატარდა ეს მსვლელობა ისევ არაღიარებისა და დელეგიტიმაციისთვის ეს იყო ძალიან საკმაოდ წარმატებული რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით რომ აი ამ 8-იანის რასაც ქვია ეს პოლიტიკური გაერთიანება 8-იანი რასაც დაერქვა მათ ჩვენი ინიციატივით ჩატარდა და ხალხი თვითდინებით მოვიდა იქ. ხვდებით ხო რასაც ვამბობ? ამიტომ ნუ რა ვიცი, წარმატებული იყო საკმაოდ უამრავი ხალხი, რომელიც არასდროს დანებდება და ამან აჩვენა რომ არა, არაფერი უკან არ მიდის, პირიქით იმ ყოველდღიურ რუსთაველის გადაკეტვასთან ახლავს კიდე ესე რაღაცა პერიოდული გამოსვლები. მის მერეც იყო ერთი გამოსვლა, კულტურის ხალხი გამოვიდნენ. ანუ ეს არის ცოცხალი, იმიტომ რომ თქვენც იცით მეც ვიცი ამ მაჯისცემაზე ხელი გვიდევს რომ ბრაზი არსად არ წასულა იმიტომ რომ ჩვენ ხო იმ მიზნისთვის არ მიგვიღწევი არა მიზნისთვისაც ვიბრძვით რა ყოველდღიურად ქართული ოცნება გვაშორებს დასავლეთს ყოველდღიურ რეჟიმში გვაშორებს დასავლეთს ну აი ალბათ მოგვიწევს ამაზე საუბარი იგივე ცესკოს განცხადებაც ამის ნათელი დადასტურება ჯერ ვნახოთ და დაველოდოთ და ყოველდღიურად კიდევ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათი არაღიარებისა და დელეგიტიმაციის ის ასე თქვა მდგომარეობა ღრმავდება იგივე აი ვნახოთ რამდენად დადასტურდება ეს რომ იმ 3 ამერიკელი სენატორიდან ერთ-ერთმა უკან წაიღო მეგობარი აქტის საწინააღმდეგო ქმედება ნახოთ დაველოდოთ ასე იქნება თუ ისე იქნება მეგობარი აქტი აუცილებლად შევა ძალაში რატომ იმიტომ რომ საქართველოში დემოკრატია უნდა დარჩეს მართლობისა და ცხოვრების ერთადერთ ლეგიტიმურ ფორმად ამას ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ვერ დაამარცხებს
და ნუ ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. გასაგებია, მაგრამ აი ეს ხალხი, ვინც მაგალითად მიდის არჩევნებში, ის ორი პარტია, ისინი ამბობენ, რომ რა იქნება ბოიკოტით რას მიაღწევთ. ხო, რა იქნება 4 ოქტომბრის მერე ისინი სვამენ ამ შეკითხვას. შესაბამისად, ანუ ეს ისინი ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გადაწყვიტეს არჩევნების წესრიგს, ის არის, რომ ვერ ხედავენ რაღაც პერსპექტივას, რომ აი ასე რაღაცა ქუჩიდან ამე გამოვა. ხო, გასაგებია რა თქმა უნდა ეს მათი ხედვა, მაგრამ მე მგონია რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ეს ორი პარტია იქცა ერთგვარ ბუფერად ხალხს და დემოკრატიულ ძალებსა და დემოკრატიულ პოლიტიკურ პროდასავლურ ძალებსა და ქართულ ოცნებას შორის. ერთგვარი ბუფერია და რბილი წინაღობა შექმნა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ მოდი ვილაპარაკოთ რაზე, იცით? თან 21 საუკუნეში, აი შუა საუკუნეები ვახსენეთ, მაგრამ მე-20 საუკუნესაც განსხვავებულია ასე ვთქვათ, აი ამ რუსული ხასიათის ავტოკრატიულმა რეჟიმებმა ისწავლეს დემოკრატიულობანას თამაში. რისთვისაც მათ ჭირდებათ ასე ვთქვათ, მეორე მხარე, ვინც იმ როლს ითამაშებს, სადაც მე გამოჩნდება, რომ აი დემოკრატიულობანა თამაშდება, დემოკრატიული წესია ეს არჩევნების, ხო, რაღაც არსებობს ერთი მხარე, არსებობს მეორე მხარე. აი ამ როლის მორგება არის ახლა ძალიან დიდი შეცდომა, ჩემი აზრით და საბოლოო ჯამში მაინც გამოვა ისე, რომ ის ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სწორედ ამ როლს ითამაშებს, რომ ხელს შეუწყობს ქართულ ოცნებას, როგორც რუსული კატეგორიის აი ამ ავტოკრატიულ რეჟიმს ითამაშოს დემოკრატიულობანა. და ეს არის შეცდომა, ასევე დიდი შეცდომა, ასევე დიდი შეცდომა, რატომ ვიღებთ წყალგამყოფად 4 ოქტომბერს. ჩვენ გავაგრძელოთ თანმიმდევრული ბრძოლა ქართული ოცნების დასუსტებისთვის, მისი არაღიარებისა და დელეგიტიმაციის გაღრმავებისთვის, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამ ბრძოლამ თავის შედეგი გამოიღო. ვახსენეთ უკვე, აი იგივე ცესკოს განცხადება სხვას არაფერს არ ასხივებს იმას, რომ ამ ადამიანებს ქართულ ოცნებას გულისხმობ, ნამდვილად ტკივათ და ნამდვილად მოქმედებს მათზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აი ეს განცხადებები, რომელიც საბოლოო ჯამში თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. აქ საუბარი არის ცესკოს პასუხზე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. ხო, რატო ცესკო უწოდებს ევროპარლამენტს, რომ მტკიცებულება წარმოვიდგინეთ, რომ არჩევნები გაყალბებულია. ხო, რაღაც პრეზუმფციის მნიშვნელობაც კი არ ესმით, როგორც ჩანს, იმიტომ რომ არ ესმე, მე არ მჯერა რომ არ ესმით, უბრალოდ სხვა ალტერნატივა ის არ აქვს. არგუმენტები არ აქვს და რაღაცებს იგონებენ თითიდან გამოწვეულ არგუმენტებს. ეს ფაქტია, რომ აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად მოქმედებს, როგორც ქვეყნის შიგნით აი ამ ხალხის უწყვეტად ქუჩაში დგომა, ასევე ქვეყნის გარედან აი ეს გაღრმავებული ყულფი იყვრება მათ გარშემო. ნახეთ კიდე ერთი მაგალითი, იგივე რა ამბავი ატეხა ქართულმა ოცნებამ და მისმა მედიებმა, როდესაც ჩვეულებრივად შეხვდა მათი წარმომადგენელი ერთჩად დანიშნული ადამიანი ტრამპს. ეს მონათლეს რაღაც გადატრიალებად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ამ შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ მათ ნამდვილად აწუხებთ ის, რომ ამერიკა არ ელაპარაკება. ნუ ეხა ნორმალურ ადამიანს, ვინც აღარ აზროვნებს, მართლა ესმის, რომ თანამედროვე სამყაროში, როდესაც ამერიკა შენთან ურთიერთობას წყვეტს, ესე იგი დიდია შენი პრობლემები. ისე როგორც ევროკავშირი, ისე როგორც ბრიტანეთი, რომელიც გადასულია იმ ადამიანების დასანქცირებაზე, ვინც აი ამ რეჟიმს მხარს უჭერს და ამაგრებს, ხო, უკვე რაღაც 300-მდე ავიდა ადამიანთა ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობას იღებდნენ დარბევებში, ადამიანების დაჭერაში, იმ გაყალბებული არჩევნების გაყალბებაში და მითვისებაში, რომელიც 26-ში გასულ წელს განვითარდა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ხედავთ ძალიან კარგად, რომ ერთადერთი მოკავშირე ქართულ ოცნებას დარჩა რუსეთი, რომელსაც ყველაფერი მოწონს, რასაც ბიძინევანიშვილი აკეთებს. და სხვათა შორის აი ძალიან რთულია კიდე იგივე არაღიარების პოლიტიკაზე შეიძლება ხო ვისაუბროთ და ასე შემდეგ. ამიტომ ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები. ფაქტი ერთია, არაღიარების თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რომელიც დავიწყეთ ჩვენ გასულ წელს არჩევნების დასრულებისთანავე, გამოიღო თავის შედეგი, შედგა ერთობა, რომელიც არის ერთობა ვერ შედგა. რიანის ერთობა შედგა. ნახეთ, გასაგებია. ეს აქეთ ორი პარტია დიდი ხო მსხვილი, ვინც არჩევნებში შედეგი დადო. იცით რა, რატო ხან ორი პარტია გასაგებია, მსხვილი ორი პარტია შესაძლებელი არის, მაგრამ არის კიდე პარტიები, რომელიც პრინციპულები არიან და ამ რეალობაში მათი რეიტინგის გაზრდაც არის შესაძლებელი და ამისთვის ისინი მართლა სწორად მუშაობენ. ეს ერთობა ნამდვილად შედგა, რომელიც აგრძელებს მუშაობას და კიდე ერთხელ გავიმეორებ, ამ ერთობის დაგეგმილია სწორედ ორში აგვისტოს ბათუმში 8 საათზე
დიდი აქციის მოწყობა, სადაც კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ არა მხოლოდ თბილისია გაბრაზებული, არამედ ის დიდი ქალაქები და რეგიონები საქართველოსი, სადაც ხალხი თავს მოიყრის და კიდევ ერთხელ იტყვის იმ სათქმელს, რაც კვლევებშიც ჩანს ნათლად, ვის რა უნდა საქართველოსგან, ხო? ნუ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უნდა დასავლეთი ევროპა, ამ ხალხიდან ნაწილი ქართული ოცნების ამომრჩეველიც არის და ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობას არ უნდა და არ აღიარებს 4 ოქტომბრის არჩევნებს. და აი ეს რასაც ბოიკოტს ვეძახით, რასაც ართანამშრომლობას ვეძახით, რასაც დელეგიტიმაციისთვის ბრძოლის გაგრძელებას ვეძახით, სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს კვლავ. ну კი ბატონო, ხო, უნდა წარიმართოს მოსვით, მაგრამ შედეგი რამდენად შეიძლება იყოს ხელშესახები? ანუ რამდენად შეიძლება ამ გზა მოიტანოს შედეგი იმ ვითარებაში, როცა ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება შიგნითაც კი დაიწყო, ხო, ერთმანეთის წინააღმდეგ, ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ მათი დაჭერა ასე შემდეგ, და მაინც საკმაოდ მყარად გრძნობს თავს. ხო, ქართული ოცნება. ხო, ну, საკმაოდ მყარად შეიძლება გრძნობს ამ ეტაპზე, ну, ერთია როგორ აღიქვამენ ისინი თავს. დაასახელებენ მე როგორც. კი, რა თქმა უნდა, ესეც თავისთავად მე ვფიქრობ, რომ შიგნი ის ძვრები არის, რაც იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ამ ის ერთობა აღარ არის ისეთი ძლიერი, მე ქართულ ოცნებას გულისხმობ, როგორც მაგალითად გასულ წელს იყო, თუნდაც არ არის თქვათ მიღწეული შედეგი იგივე ის 300 კაცი რომელიც დასანქცივდა. ესენი ხო ქმედითი ადამიანები იყვნენ. ვიზე იდგა ქართული ოცნება? იგივე ის ხალხი, ვინც მის სახეს წარმოადგენდა, ეს იყვნენ თქვათ ისეთი ფიგურები, რომელიც ბეკში მუშაობდნენ, თქვათ სუსის, შინაგანსამართლოთა სამინისტრო წარ, რომელიც აღარ ჩანან და რომლებზედაც ახლა ნუ საუბრობს ყველა, რომ გარეთ ქუჩაში არ უშვებენ, ხა რაზე ვლაპარაკობთ? ერთმანეთს ესროლეს, ხო, ნუ თავი მოიკლა იმ ადამიანმა, თავს იკლავდა თუ სხვა ესროლეს, აბსოლუტურად სულ ერთია იმის თავარი აჩვენებს იმას, რომ შიგნი ძალიან მნიშვნელოვანი დინებები მიდის, რომელიც აუცილებლად უფრო და უფრო გაღრმავდება და უფრო დიდ შედეგს მიიღებს. ეს არის სწორედ აი ამ პროტესტის, ამ არაღიარების პოლიტიკის, როგორც შიგნიდან, ისე გარედან მოტანილი შედეგები და ეს უნდა გავაგრძელოთ ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთი თარიღის ჩამოგიტება არ არის სწორი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყოველდღიურად წინ უნდა წავიდეთ, არ უნდა შევწყვიტოთ ქუჩაში დგომა, მათ შორის არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში და ჩვენ სწორედ ამისთვის მუშაობთ. ამ მიმართულებით ერთ აზრზე ვართ, აი ეს 8 პარტია, ზოგი მსხვილი, ზოგი წვრილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, არ არსებობს ამ თამაში დიდი და მსხვილი როლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროდასავლური ოპოზიცია უნდა იყოს ერთად. თუ პროდასავლური ოპოზიცია არის ერთად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იმისი, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და აი ეს რვიანი ამის ნათელი დადასტურება არის. ჯერჯერობით ძალიან სწორად, ძალიან პრინციპულად მივდივართ, იქ ყველა დამსწრე აი ამ რვიანში მონაწილე ყველა პარტიას და ორგანიზაციას ძალიან კარგად ესმის ერთობის ძალა. და ეს ერთი წელი, რომელიც გაგრძელდა საბოლოო შრომა, ხო, დიდი შრომა ჩაიდო ამ ერთობის ჩამოყალიბებისთვის, სხვადასხვა ფორმით არსებობდა, რაღაც ბევრი მოდიფიკაცია განიცადა და საბოლოო ჯამში აი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ხო, გასაგებია და ბოლოს რო თქვა, ან გეგმას როგორ უყურებთ, ხო? ბევრი კითხავს ამას, როგორ წარმოგიდგენიათ 4 ოქტომბრამდე რა უნდა მოხდეს? ანუ 4 ოქტომბრის მერე, ხო, იგივე გახარიას პარტია კითხულობდა, რა იქნება ბოიკოტის მერე. კი, ну, ნახეთ, ბოიკოტი და არაღიარების პოლიტიკისთვის არ არის მნიშვნელოვანი თარიღი 4. 4 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ მასში მონაწილეობას არ ვიღებთ. სხვა თვალსაზრისით ჩვენ ამ თარიღს სხვა დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, რომ აქ რამე რადიკალური ცვლილება შეიძლება მოხდეს. ამიტომაც ვამბობთ, რომ შეცდომა მონაწილეობის მიღება და არაფერი არ შეიცვლება. ამ კითხვას მე პირიქით დაუბრუნებ, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებდით. თანმიმდევრული ყოველდღიური შრომა. 5 ოქტომბერსაც, 6 ოქტომბერსაც და რა ვიცი, მანამ სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს, რაც არის ქართული ოცნების დემონტაჟი და საქართველოს დაბრუნება დასავლური განვითარების მიმართულებით. აქ არც ის გამოირიცხება, რომ 5 ოქტომბრის მერე, როდესაც მიხვდებიან ლელოს და გახარიას გულისხმობ, რომ შედეგი ვერ მიიღეს, არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს, ეს ხო ცალსახაა, ვერავის ვერაფერს გამოგლეთს, აქ პირდაპირ თქვეს, ხო, ნახეთ, დადეს არა ის, რომ ჩვენი კალაძე არის კალაძე იქნება მომავალი მერი. პირდაპირ ეს დაწერეს, ანუ აქ ყველაფერი გადაწყვეტილია და ისინი არც მალავენ ამას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 21 საუკუნეში ავტოკრატიული რეჟიმებისთვის ეს ძალიან ნორმალურია, ასე ქცევა. სწორედ ეს პირდაპირ ამბობენ, რომ აქ საქართველოში ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა.
კი ბატონო, ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილად გაავრცელა კიდევ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით 7 აგვისტოს ქართულ ოცნება გეგმავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას, რითიც მოხდება მისი დადანაშაულება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ გზით შეიქმნება საფუძველი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილობრივ დე-იურე ცდობისთვის. სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ აგვისტო როგორც დროის მონაკვეთი შეგნებულად შეირჩა ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფართოებას. კი, ახახ ამას დიდი ნახოთ რა ეწერება იმ დასკვნაში, რო აპირებენ ეს ცნობილი. ხო, ამას დიდი განჭოლეტის ის არ ჭირდება, რა ქვია, ნიჭი რა, ეს პირდაპირ განაცხადეს ამ ადამიანებმა, რისთვისაც შექმნეს ეს კომისია, ხო, ეს იყო ომის დაბრალება მოხდებაო ჩემზეო და. კი, რა თქმა უნდა, ამისთვისაც გააკეთეს, ხო, ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამისი იყო, რომ აი ეს ნაცები, კოლექტიური ნაცები, ეს ნარატივი ამუშავონ, რომ ყველა ვინც ახლა ოპოზიციაშია, მოხარშონ ერთ ქვაბში და მიიღონ ის რასაც. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, ვანო წერეთელი კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთი წევრი იყო ჩვენი სტუმარი.